გერმანიის ფიშერი. ტიპი არის რადიკალი. მე არ ვიცი, ასეთ მოცემულობაში მე კიდევ ერთხელ ვამბობ. რა ვიცი, შეიძლება დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ეს ელჩი იქნეს გაძევებული. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია და ერეოდა ჩაერია არჩევნებში აგიტაციის სახით და როდესაც ერევი არჩევნებში ეს არის სუვერენიტეტის შებრალვა. ძალიან ამბავშია ქართული დიპლომატია. ელჩების გაძევება ახალი სიმაღლეა, რომელსაც კოცი ჯერ არ შეპუტინებია, მაგრამ აწი ჭკუა დაუშლის თუ სინდისი, რომელი აქვს. გერმანიის ელჩის ამბავი აქამდე 2 დღით ადრე გავიგეთ. მოშიმშილ ელენე ხოშტარიასთან მივიდა რუსთაველზე და ქოცმა ტანზე შემოიხია. ბრიტანეთმა კი დაიბარა საქართველოს საქმეთა რწმუნებული და კარგამძიმე წერილი ჩაახუტა. პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ცნობილი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება აღიქმება როგორც მცდელობა შეზღუდონ არჩევნებში მონაწილე კონკურენტები და ჩაახშონ განსხვავებული აზრი. გაერთიანებული სამეფო ასევე გამოხატავს სერიოზულ წინააღმდეგობას ქართული ოცნების მთავრობის მიერ გაერთიანებული სამეფოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ საჯარო თავდასხმებზე. ბრიტანეთს იმდენი ქართველი მოძალადე პოლიციელი და ბორიაჟიბის მოსამართლე ყავს სანქცირებული, პროჭორულელების აყეფება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ოღონდ უნდა გამოუწყდე, როდესაც ეს ფოტო გაავრცელეს ტელევიზიებმა, ვიფიქრე ალბათ მერი პოპინსის მორიგ ეკრანიზაციას იღებენ მეთქი. მერი პოპინსი კი არა, ეს ყოფილა ჩვენი სახე და სახელი, ცილინდრი და ტროსტი, ფრაკი და თავი ამ ხელა მეფის კარზე. და ამას უწევს ბატონ ბორისის ნაცვლად საყვედურების მოსმენა. მერე სახელიც ვიკითხე და ბაჩო საგანელიძეო მითხრეს. ხო, ბაჩო, უნდა გითხრა, რომ შენი ქვეყანა და განსაკუთრებით ბიძაშენი ძალიან ამაყობ შენ. ეს კაცი ხო გახსოვთ? თადაბარი რომ შეაჯერა ქართული ღორის სპერმა რომ აგროა. და მე გურულებს რომ აუმჟავდათ ის სპერმა და ოზურგეთს მერიას ვალად დაედო. ხო, აი მაგის ძმიშვილი ყოფილა ეს სანდომიანი ყმაწვილი. მაგრამ ეგ იქით იყოს. თავარი ამბები ესპანეთში დატრიალდა. ვიცი თქვენ ჩემსავით მიჩერებულები იყავით ტელევიზორს, რა ამბებს გვეტყოდნენ გაეროს კონფერენციაზე, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილიც ყოფილა მიწვეული. და მანაც იმედი არ გაგვიცრუა. თუ იმედმა არ იცრუა, ცხადია. საგარეო საქმეთა მინისტრის სევილიაში ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები დასრულებულია. მაკა ბოჭორიშვილისთვის საუბრის მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება იყო. ცუდად მუშაობთ, კოლეგებო, ცუდად. მაღალი დონის შეხვედრებზე ინფორმაცია უნდა გამოვტყდე, რომ დამაკლდა. ბოლოს ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შევედი და იქ გავიგე ყველაფერი. ბოჭორიშვილის შეხვედრია აი ამას. ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური მდივანია. ამას ეს ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრია და რომ არ შევწყვე ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრს. აი ამას. ტიმორ-ლესტე იცით საერთოდ რა არის? გარწმუნდეთ რომ არც ბოჭორიშვილმა იცის, მაგრამ სხვა არავინ იყო ხელის ჩამორთმევი და ეს ტიმორ-ლესტე მოსახლეობით არის თბილისის ხელა, მაგრამ სულაც არაა ხელწამოსაგრაო. პრეზიდენტად ყავთ ნობელის პრემიის ლაურეატი კაცი. სხვათა შორის. არა, ნუ ხა ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი როცა ყავს პრეზიდენტად, იმას ვერ შეედრება. მაგრამ ნუ ამათ უკეთეს ვერ იპოვნეს. ცოტანი არიან. და სანამ მაკა ბოჭორიშვილი ოკეანიის რეგიონში ამკვიდრებდა საქართველოს ტრადიციულ სახელმწიფო ინტერესებს, ევროპაში კი მტრებს იგერიებდა ძველი და ყველაზე სანდო მოკავშირე ამოუდგა მხარში. დასავლელები ისევ უგრეხენ ხელებს და აშანტაჟებენ საქართველოს ხელმძღვანელობასა და ხალხს სანქციებით. ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ჩვენ ევრაზიული უსაფრთხოების საყრდენ ელემენტად 3+3-ის ფორმატს განვიხილავთ. დარწმუნებულები ვართ, რეგიონის მდგრადობისა და აყვავების საფუძვლად იქცევა 3+3-ში მისი ყველა ქვეყნის ჩართვა, საქართველოსთან ერთად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხო შემთხვევით არაფერს იტყვის. არ შემთხვევით დროს. ახლა როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცხვირში წამოარტყეს, ირანი კი ისრაელმა და ამერიკამ დააჩუქეს, 3+3-ში საქართველოს ჩათრევის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. აგერ წულუკიანი და ბრიგადა ამზადებენ დასკვნას, როგორ დაიწყო ომი საქართველოს დასავლეთის მოთხოვნით 2008 წელს უდანაშაულო რუსეთის წინააღმდეგ და როგორ გააღვიძა მძინარე ცხინვალი. იქიდან კი ერთიც არა უკვე ნახევარი ნაბიჯია მოსკოვის მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე, სეპარატისტებთან თავდაუცხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე და ფაქტობრივ კაპიტულაციამდე. ისა და გეორგიევსკის მარშრუტკა ხო არც საიდან გადის. ფაქსიმილია გასტანებელი ჭორვილად.